2008 წლისგან განსხვავებით ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე საფასო ბუშტის წარმოქმნის რისკი არ არსებობს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია. ანალიზის მიხედვით მარეგულირებელი ფასის მნიშვნელოვან დაკორექტირებას არ ელის. ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბაზარი მდგრადია, რასაც იპოთეკური სესხების სტაბილური დინამიკაც ადასტურებს. ამ წუთას რამე საქმეს უშლის რამე ნიშნებიც კი არ გვაქვს ამ ბაზარზე კი უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა იყო საკმაოდ მაღალი აქტივობით ხასიათებოდა ბოლო წლებში ფასების დაგქონდა დაახლოებით 10%-იც კი გარკვეულ პერიოდებში თუმცა თუ შეხედავთ როგორ იზრდებოდა ჯამურად ფასების დონე ამავე პერიოდში განსაკუთრებით კი სამშენებლო პროდუქტებზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს თანაზომიერი იყო დანარჩენი ეკონომიკის ფასების დის ასევე მაღალი ეკონომიკური აქტივობა ჰქონდა ზოგადად და მოთხოვნაც ასე ვთქვათ საშუალო საძირეულ და ბაზარსო ფასები გაზრდილიყო მეორე მხრივ რისკების კუთხით თუ შევხედავთ გამოყოფილი რისკი ჩვენ გქონდა უფრო ქირის ნაწილში 2022 წელს რაც მიგრაციას უკავშირდებოდა თუმცა ნახეთ რომ 2023 წელს და 2024 წელს ეს ასე ვთქვათ ნაწილობრივ მიილია ეს რისკები იქ შეიძლება იყოს გარკვეული მოთამაშეებისაც ასე ვთქვათ ბიზნეს კუთხით გამოწვევები შეექმნას ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია ჩვენ თუ შევაფასებთ უფრო ჯამურ სურათს ჯამურ კუთხით შემიძლია გითხრათ რომ უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების კუთხითაც არის სტაბილური დინამიკა ამიტომ გაყიდვების წესით კომპანიების უეტეს ნაწილს არ უნდა უჭირდეს და ასევე დაკრედიტების კუთხითაც საბანკო სექტორში უძრავი ქონების დეველოპერების დაკრედიტების და ამ ზუსტად 30%-ს აჭარბებს უძრავი ქონების ბაზარზე პიკურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 30%-იან კლებაზე საუბრობენ TBC კაპიტალში შემცირება ფიქსირდება როგორც ტრანზაქციებში ისე კომპანიების დეკლარირებულ ფულად შემოსავლებში. ამ ფონზე კომპანიის კვლევების უფროსი ამბობს, რომ მიწოდება წლის პირველ კვარტალში კვლავ 10%-იან ზრდას აჩვენებს, რაც მოთხოვნის გაღრმავების ფონზე რისკებს აჩენს. თავარი რისკი არის, რომ რა დონეზე შემცირდება გაყიდვები და გაღრმავდება თუ არა რაღაცა აი ეს შენელება. თუ გაღრმავდება, რა თქმა უნდა, ეს რისკი შემცველი არის ბაზრისთვის, იმიტომ რომ მიწოდება ასე თუ ისე მაინც მნიშვნელოვანი არის, მიწოდების ნაწილი TBC კაპიტალმა არაერთხელ აღნიშნა, რომ იყო საყურადღებო, ჩვენ გვისაუბრია ამაზე, თუნდაც აი 2023 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ მიწოდება გაიზარდა სადღაც 40%-ით. 2025-ის პირველ კვარტალს რომ ვუყურებთ, 10%-ია კვლავ ზრდა წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ანუ მიწოდების მხრივ ასეთი აქტიურობა არის საყურადღებო იმ ფონზე, როდესაც გაყიდვები აღარ არის ისეთი კარგი, როგორიც იყო წინა წლებში. თუ ფასების და გაგრძელდა იმ ფონზე, რომ გაყიდვები იკლებს, მაშინ რა თქმა უნდა სიტუაცია არ იქნება სახარბიელო. ამ წუთას არ გვაქვს მოლოდინი რაიმე განსაკუთრებული საგანგაშო მდგომარეობის, თუმცა ჩვენ მაინც რეკომენდაციას გავცემთ, რომ ვიყოთ უფრო ყურადღებით. გაზრდილი სამშენებლო ნებართვებიდან გამომდინარე რისკებზე საუბრობენ გალტენ დაგარჩიც. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის კლების მაჩვენებლებს მიწოდებასთან შეფარდებით კრიტიკული ნიშნულისთვის არ მიუღწევია, კომპანიაში ამბობენ, რომ მდგომარეობას საყურადღებოა. რაც ვიხილეთ უკვე 2024 წლის ბოლოსკენ და ამ წელს არის შენელებული მოთხოვნა, აქ არ გვაქვს რაიმე მკვეთრი კლება, მაგალითად როგორც ჰქონდა 2024 წლის გაზაფხულზე, თუმცა ბაზრის მოთხოვნა არის შენელებული და ამავდროულად ბოლო წლებში რეკორდული მაჩვენებელი გაიცა ნებართვების, რაც ბუნებრივია, ახლა უკვე ვხედავთ გაზრდილ აქტიურ მშენებლობებში და სადმე თუ რისკები გაზრდილია არის სწორედ იქ რომ გაზრდილი არის თბილისში მშენებარე კორპუსებში არსებული გაუყიდავი ბინების რაოდენობა. ამას არ მიუღწევია რაიმე კრიტიკულ ზღვრამდე, თუმცა თუ მოთხოვნა შესუსტებული დარჩა, მნიშვნელოვანი იქნება რომ მიწოდების მხარესაც ვიხილოთ ასეთივე შენელება, რათა ეს ბალანსი სამომავლოდ არ დაირღვეს. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე საფასო ბუშტის ფორმირების რისკები მაღალი იყო, თუმცა მიმდინარე პერიოდში ის კომპანიების მხრიდან ვაჭრობის მოდელის ცვლილებით შემცირდა. გარედან ჩანს, რომ ფასები ან ნარჩუნდება ერთ დონეზე, ან ძალიან დაბალი მასშტაბით იზრდება, მაგრამ სინამდვილეში შიგნიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი აქცია, შიდა განვადების მექანიზმი თუ სქემა, რომელიც ხანგრძლივია უფრო მეტად ვიდრე იყო აქამდე, გულისხმობს იმას, რომ რეალური ღირებულება საქართველოში უძრავი ქონების სირდება. შესაბამისად, თუ იყო ეს საფნის ბუშტი, ისე რომ არ იყოს გახდეს ეს დიდი
დისკუსიის საგანი ნელ-ნელა იჩუტება. კრიზისის თავიდან არიდებისთვის ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ სამომავლოდ ახალი პროექტების დაწყება შემცირდება, თუმცა ამის ფასი ეკონომიკური აქტივობის და დასაქმების ბაზრის კლება იქნება. ამასთან მთავარ რისკად მიიჩნევა მცირე კომპანიების მხრიდან დაწყებული პროექტების დაუსრულებლობა. ამ მიწოდების შემცირებით შეიძლება მოხდეს შენარჩუნება ისევ აი ამ ფასის სტაბილურობის და ამას ექნება უფრო უარყოფითი ეფექტი იმ კუთხით, რომ შესაძლოა დასაქმებას ისახოს ეს ბაზარზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი დამსაქმებელი გახდა უძრავი ქონების სექტორი. ეს აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე, ასეთ დროს არის რისკი იმის, რომ განსაკუთრებით პატარა მოთამაშეებმა ვერ შეძლონ და ვერ მიიყვანონ პროექტები ბოლომდე, თუ აღმოჩნდა რომ 1-2 თუნდაც პატარა მოთამაშემ ვერ დაასრულა მშენებლობა, გაკონტრდა და ამან მიიღო რაღაცა პანიკური სახე, ამან შეიძლება მთლიან სექტორს დაარტყას. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ფასების ბუშტის შესაძლო ეპიზოდი ორჯერ დაფიქსირდა. პირველი ბუშტი 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და რუსეთთან ომის პერიოდს ემთხვევა. მეორე ეპიზოდი კი 2014-15 წლებში გაცვლითი კურსის გაუფასურებას, რამაც ფასების ბუშტის შთაბეჭდილებას შექმნა. ფასების ზრდის მორიგი ტალღა 2019 წელს დაიწყო, თუმცა პანდემიამ პროცესი შეაჩერა. სები მაისის განახლებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ფასების ინდექსის ზრდის მცირედი ჩენელებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა დაბალი ინფლაციის შედარებით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკისა და ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე უცხოური მოთხოვნა ადგილობრივმა ჩაანაცვლა.